ზვიად მჩერლიშვილი. მივიღე ჯილდო ნომინაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკისთვის. ეს არის ჩემი პირველი ნამუშევარი აფხაზებთან. ეს ფილმი იყო იმ ახალგაზრდებზე, ვინც დაიბადა უკვე ომის შემდეგ. ანუ ომი არ უნახიათ, მაგრამ ცხოვრობენ იმ რეალობაში, რაც დაუტოვა ომმა. ფილმზე რო ვისაუბროთ, შემიძლია თქვა, რომ ალბათ ეს არის მისი დასტური, რომ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ჩვენ ამ აფხაზებს და ქართველებს ერთად ვიმუშაოთ რაღაც პროექტებზე. მე ვთვლი, რომ ჩვენი ფილმი არის მართლა იმის მაგალითი თუ როგორ ვითარდება სამშვიდობო პროექტები საქართველოში, ქართველებსა და აფხაზებს შორის. არ ველოდი რომ მოვიგებდი. ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ რაღაცას ფიცქს მოგცემს, კიდევ მეტი გავაკეთოთ, მათ შორის აფხაზებთან, ოსებთანაც, წინ წავუციოთ ეს თემა და გავაგზავნოთ ჩვენი თანამშრომლობა.